გორის მიდამოებში ჩვენ ორი მეწყრული მოვლენა გვაქვს აგერთ აბიცის ქუჩაზე და ხედავთ თქვენ უკვე ესეთი თვალხილულ მაგალითს. გამოსავალი მეგეთყვით ახლა ამ პროცესის შეჩერება უნდა გითხრათ რომ პროცესი შეიძლება შევაჩეროთ მაგრამ ძალიან ძვირი დაждდება თუმცა ვერასდროს ვერ ვიტყვით რომ ეს საბოლოოდ იქნება პროცესის შეჩერება იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ რომ არსებული მდგომარეობის სტანდარტი ჩვენ ხო ვითარდებით და განვითარება ყველა მიმართულებით ხდება ნუ რამდენად ახსენს ეს განვითარების მაგალითები ჩვენთან ეს სხვა საკითხია ფერდობებს როგორც წესი უკიდურეს შემთხვევების გარდა არსად ახსნია იმიტომ გახსნილი ფერდობები ეს არის გახსნილი ჭრილობა. ბეტონი მუშაობს ვერტიკალურ დატვირთვაზე, ბეტონი მუშაობს სიმტკიცეზე, ღუნვაზე, დეფორმაციაზე, გადაყირაებაზე ბეტონი არ მუშაობს. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ჩვენ ხო არ ვიცით, იქ გრუნტის წყლებია, ახლა არ არის თქვა თოვლიან ზამთარი, ნალექი უფრო მეტი იქნება ვიდრე ახლა მაგალითად რამდენიმე მწვიმომ გააკეთეს და ხო ვიცით ჩვენ და თქვენ ახალგაზრდები ხართ რომ ქუთაისშიც მაგალითად ყოფილა დიდი თოვლი და ეს დიდი თოვლი ნელ-ნელა როდნება და გაჟღინთავს მისას ის ხო ძალიან სერიოზული ჯერ წონა აქვს და მე გრუნტის სტრუქტურა და ეს დამძიმებული მის უკვე გაწყვევანებული სტრუქტურით უკვე ძალიან სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს. აქ მიდგომა ის არის რომ ასეთ ტიპის ნებართვებზე უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები ის ხალხი ვინც ამის ვალდებულებას და უფლებებს აძლევს თავის თავს ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით უკვე დასავლეთ ქვეყნებში ასეთ ტიპის მთაგორიან ქალაქებში სახლებს გამენ აი პირდაპირ გრუნტში არის შეშენებული. ამას თავის ორი მიზეზი აქვს. ერთი პირველი მიზეზი ის არის რომ ეს მეწყრული მოვლენებიდან თქვა დავიცვათ ქალაქები და მეორე მიზეზი ის არის რომ ასეთ ტიპის სახლები მაქსიმალურად ენერგოეფექტურია. ის სახლები ფაქტიურად არ მოიხმარენ გარედან ქსელიდან არც ერთი ტიპის ენერგიას. და ცუდი ის არის რომ კი ბატონო ჩვენ ვიღაცას მივეცით ამ ტიპის ფერდობებზე რაღაც შენებლობის უფლება, მაგრამ ამ ფერდობებმა მე გარდა იმისა რომ ჩვენ ბუნებრივ ლანდშაფტში ცუდად ჩავერიეთ და ესეთი დინამიური პროცესები, ნეგატიურად დინამიური პროცესები განმავითარეთ, ვიღაცას საკუთრებას შევეხეთ, ხო? ვიღაცას ჰქონდა სახლი, ეს სახლი შეიძლება საუკუნის მანძილზე თუ ნახევარ საუკუნის მანძილზე იდგა და მოულოდნელად მის გვერდშია განვითარებული მოვლენების გამო რომელზეც თვითონ არანაირი ინიციატივა და არანაირი აქტივობა ნეგატიური არ გამოუჩენია მასაც ექნება პრობლემები. აი ჩვენ ბაღდადის მაგალითი ვიცი, საყოველთაო მაგალითი რომელიც ჩვენთან სამწუხაროდ იმ მასშტაბით არა, მაგრამ კიდე განმეორდა. აქ რა უნდა გავაკეთოთ? ნუ ბეტონის სამუშაოებიდან თავს ვერ შევიკავებთ, ოღონდ აქაც გონივრულად უნდა იყოს ეს ყველაფერი გაკეთებული და მეორე უფრო უკეთესი წესი მწვანე საფარის სასწრაფო აღდგენაა და ამ სამუშაოებს შეწყვეტა. უფრო უკეთესი წესი თუ არა, აი მე ვიყავი გუშინ ასული, მანამდეც ვიყავი და წარმოიდგინეთ ეს მოვლენა განვითარდება და თელს ამოიღებს ქვემოთაც ჩამოაუგო ქუჩაზე აქ კერძო მოსახლეობას დააზიანებს ის ხო უცოდინარობით არის და კიდე უფრო ბარბაროსობით და ველურობით არის. ხე მოჭრეს და მის გამოტანის გამო მოჭრეს კიდე 4 ხე. რო ის ხე გამოედანათ. იქაც სურათი მაგადაღებული აქედან შეიძლება ახლა ვერ აღვიქვავთ არ ჩანს მაგრამ იქაც არის მოსალოდნელი რომ ამ ტიპის შეიძლება ასეთი მასშტაბის არა მაგრამ ეს მოსალოდნელები განვითარდება. თქო ზამთარი როგორი არის ხო? ვთქვათ იმიტომ რომ ამ პერიოდში ახლა მეორე მომენტია შეიძლება არ არის წვიმიანი სეზონი მაგრამ მაღალტენიანობა მოქმედებს ყველა ტიპის ცოცხალ არსებებზე და მათ შორის ნიადაგზე. ისინი ვერ შრებიან, აი წარმოიდგინეთ ისა რომელიც თელი სეზონის მანძილზე ვერ გაშრება გადა თქვათ ივნისი-ივლისისთვისა არის ძველი და ჩვენ უწყობთ ხელს. მოვჭერით მას ხე ნიადაგი გავაშიშლეთ, მე ჩავერიეთ რაღაც ტექნიკით რელიეფში მოვჭერით და სანამ ჩვენ იქ რაღაცა ავაშენეთ, იმ ფერდობა თავის პასუხი გაგვცა და დაიძრა, მას მეტი გამოსავალს არ უტოვებთ, ეს ასე არ მოხდეს.